ვიღებთ ნივთებს, რომლებიც არ გვჭირდება, ფულით, რომელიც არ გვაქვს, რათა შთაბეჭდილება მოვახდინოთ ხალხზე, რომლებიც არ მოგწონს. ის ვინც მიიჩნევს, რომ ფულს ყველაფერი შეუძლია, მას მართლაც ყველაფერი შეუძლია ფულით. ხო, ამაზე შეკითხე რამე მითხრა? ამაზე მართლაც ასე არის, რომ ცხოვრებაში იმიტომ ადამიანები ფიქრობენ, რომ ფული და ყველაფერი გაკეთება შეუძლიათ და ასეთი ადამიანები წამსვენებიანია ყველაფერზე, რომ ეს ფული მოიპოვონ და შემდეგ თავიანთი ჭკუით ამ ფულით ყველაფერი გააკეთონ. ყველაფერი გააკეთო. კარგი. ნინი, ჩვენთან რა გვაქვს? ფული არ არსებობს. ფული ორნაირად იზომება, სულულობა ან არასდროს არ ყოფნის. აჰა. ანუ ფული არის ეგეთი რაღაცა, რომ რამდენი თაობა გქონდეს მის წარმატებია რომ დახარჯოს. ამიტომ ყოველთვის ადამიანები მაინც ფიქრობენ იმაზე, რომ ფული არ გვაქვს, ან რაც გქონდა ეგ არ გვეყო. და ყველა იდეა რომ რამდენი თაობა წარმოგვიყვება ადამიანისთვის დატა ბოდიში, აი თქვენი მის საპირისპირო იქნება იაკო, აბა ჩვენთან როგორ არის, ნახეთ. ისეთ ჯამაგირი არის, რომ კაცს უნდა იყოს, კაცს უნდა იყოს ჯამაგირის, რაც მეც მოგცემენ, მით მოგიდება ჯამაგირი, კი არ არის დიდი და პატარა, მადაა დიდი და პატარა. ეს დათათათაშხიადან არის, ანუ ჯამაგირი კი არ არის დიდი და პატარა, არამედ მადაა დიდი და პატარა. კარგი, დათი ჩვენთან როგორ არის საქმე? ხალხს მოუწია ნებისმიერი მილიარდერი მამაკაცი მილიონერად აქციებს. ხო, ცუდად დაწუნია? შონა სამართლიანობის განაცხადება ხარჯვა ხელოვნება. თუ შეიძლება ბოლო კიდევ ერთხელ შონა სამართლიანობის შენარჩუნებას ვიწნე ხოლმე ხარჯვა ხელოვნება. ხელოვნება, დიახ, ფულის ხარჯვას ხელოვნება ჭირდება. რამე სხვა არ დამიმატებ. კარგით. ანანა ჩვენთან როგორ არის? ფულისადმი სიყვარული ყველა უბედურების სათავეა. ფულისადმი უკმარისობა ყველა უბედურების სათავეა. ანუ ეს ფული როცა არ გაქვს ჩათვლი არ არსებობს რა. ანუ ფულისადმი სიყვარული ყველა უბედურების სათავეა, რაც უფრო მეტი გაქვს, უფრო მეტი გინდება და ამით შენ ეკონომიკა უფრო მდაბდება და არ გაქვს მეტი. ამიტომ უბედურებას წესებს ყველაფერი და ანუ ფულისადმი უკმარისობა ყველა უბედურების სათავეა, ეთანხმება რომ ძალიან მიყვარს. თათი ჩვენთან როგორ არის? ფულზე რომ მიდგება საქმე, ნეობის ჩვეულებრივი წესები შეუძლებაში მიემგზავრებიან ხოლმე. ეს ნეობაზე მაგალითად არის სიზარმაცე. თუ ფული გჭირდება, ყველანაირი სიზარმაცეს დაძლევ და იმუშავ მაგალითად სიზარმაცე, რომ ეს ფული მოიპოვო. კარგით, კიდევ გვაქვს ესეთი ცხოვრება თამაშია, ხოლო ფული მასთან ანგარიშის გასწორების საშუალება. ეთანხმებით? ცხოვრება თამაშია, ხოლო ფული მასთან ანგარიშის გასწორების საშუალება. ანუ ფულით ვუსწორებთ ცხოვრებას ანგარიშს. კარგით, ეხლა დოსტოევსკის სიტყვები გვაქვს, ფული ათანასწორებს ყველა უთანასწორობას. ადამიანის რომ მაგასა, ადამიანის მას ხელპირატესობას რომ მე გონია ფული კი არა შენაკეთებს ნამდვილად მაგასა. ფული უბრალოდ არის ქაღალდიახ, რომელზედაც რაღაცა რიცხვები წერია, ხო? უბრალოდ გააჩნია მას მერე ჩვენ როგორ გამოვიყენებთ. ფული რამდენადაც ბევრია, იმდენადაც ხარბია და გაუმაძღარი. ქონება შენით ნაშოვნი უნდა, ნაჩუქარი უყუათოა, არ გაგიჩერდება კაცს. ესეც დათათუთაშხიადან არის. და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, მე რომ ესროლე, იმიტომ კი არ ხარ მოსაკლავი. ფულის გულისთვის კაცის მოკლა რომ შეგიძლია მისთვის. დიახ, ესეც დათათუთაშხია. ნახეთ, ფულს განამარტო გული აკლია, პატიოსნებაც არა აქვს. მოდით ამითი დავასრულოთ ეს ჩვენი ციტატები ფინანსებზე. მადლობა.